პატარისთვის, თინეიჯერისთვის, 13-14 წლის მოზარდისთვის ძალიან დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი რეპლიკა. ამიტომ აქ უფრო მეტად ბავშვებზე მეტად ჩვენ მშობლებს უნდა ავუხსნათ, რამდენად დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი რეპლიკა დედის, მამის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არც არაფერი არ არის, უბრალოდ შეიძლება კეთილი ნებაც არის, ვთქვათ, კეთილი განწყობის გამოხატვაც არის, რომ ვეუბნები, რომ ნუ ჭამს აღამოს, იმიტომ რომ გასუქდები, მაგრამ როგორ მივაწოდებ ამ ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რა არის ჯანსაღი, ასე ვთქვათ, არჩევანი და რა ცალსახად არ არის ჯანსაღი არჩევანი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ზრუნვით და არა კონტროლით. ეს უნდა გავაკეთოთ მათზე ზრუნვით და არა თითისქნევით, რომ რას დაემსგავსები. რაც ეხლა ჩვენი კულტურის ნაწილიც არის სადღაც და მე პირადადაც იმ კულტურის ნაწილი ვარ სამწუხაროდ, სადაც გამარჯვების შემდეგ პირველი ვეუბნებით ადამიანს წონაზე დაკავშირებულ რეპლიკებს ლამის ხო, როგორ გასუქდი ავათხო მარახარ, ან პირიქით ხო, გასუქდი და ავათხარ, ან მოგიმატებია წონაში. ეს დამოკიდებულება ჩვენ თუ არ შევცვალეთ უფროსებმა ძალიან გაგვიჭირდება რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ რომ მოდი ნუ გექნება რეაქცია შენს მომატებულ კილოგრამებზე.